გოგოებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. გადავწყვიტე, რომ ამ სულელური კონკურსიდან გამოვიდე. მაგრამ როგორ? აი ეგრე არ მინდა რომ გვენთან ამ სულელური გვირგვინის გამოვიჩხუბო. ფლორიდა საკუთარი თავის გესმის, გვენი რომ დედოფალი გახდეს სკოლაში ისევ მოიპოვებს თავის ძალაუფლებას. ახლა ვერ დავნებდებით ფლორიდა, მართლა გეშინია მისი და ამიტომ იხევ უკან? გოგოებო, ხვალ არის ეს წვეულება. მოგიტანეთ თმის დასახვევი, ჯობია კულულები გაიგეთოთ. დედა, ფლორიდამ გადაწყვიტა რომ არ მიიღოს მონაწილეობა. დედა, თმის დასახვევი, სერიოზულად? ეს რა ძველებური რაღაც არის, დაისონი მაქვს და შემიძლია იმით დავიხვიო, მაგრამ არ მჭირდება, არ მივდივარ. დედა, ეს გაიგე, ფლორიდას რა მეუთხარი? ფლორიდა, რას ისულელებს ამბობ? რა თქმა უნდა მიდიხარ და უნდა გაიმარჯვო. გაიგე ფლორიდა? კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, მომეწოდე. შემდეგი რა არის? 100 წლის კაბა, რომელიც უნდა ჩავიცვა და მაგით მოვიგო? ხო, ახლა გავიაზრე. 120 წლის კაბა მაქვს. გინდა გამოიყენო? არა, დედა, მადლობა. გვენი თავს არ დაგვანებებს. თან თუ გავიმარჯვე, საშინელებებს გააკეთებს. გოგოებო, ამ გვენის არ უნდა გეშინოდეთ. ყველა წითური კი არ არის ჭკვიანი. დედა, ჩემ გარდა რა თქმა უნდა. კარგი ფლორიდა, ის გვირგვინი უნდა მიიღო და დავბრუნდები კაბით. რა იყო ფლორიდა? დედამ ჩაგითხრია? მგონი ყველა მივდივართ წვეულებაზე. ხო, ყველა მივდივართ, მაგრამ წარმოიდგინეთ რა უხერხული იქნება თუ არ გავიმარჯვე. საერთოდ მირჩევნია მაგას არც ვცადო. ფლორიდა, გამარჯვებაზე არა, მონაწილეობის მიღებაზეა. ელის, შეგიძლია მაკიაჟი გამიკეთო? არა, ჩემსაც გავიკეთებ. დედას არაფერი ესმის, მისის თმის დამხვევი საერთოდ არ დამეხმარება, ან მისი ძველებური კაბა. კარგი, წამოდით, წავიდეთ სკოლაში. წვრთნელო გაბრიელა, მართლა მომცემთ უფლებას, რომ თქვენი იღბლიანი კაბა ჩავიცვო? ხო, ეს ჩემი იღბლიანი კაბაა და ახლა შენ გაძლევ. რა ლამაზია. გვენ, შენ საუკეთესო ხარ, ამიტომ საუკეთესო კაბას იმსახურებ. წვრთნელო გაბრიელა, მადლობა. წვრთნელო გაბრიელა, ჩვენ რა, თქვენ ამ კონკურსიდან გავარდით. მე უნდა ვიყო დედოფალი. ხო, გოგოებო, თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ გვენი გაამხნეოთ. გვენი, რატომ მაინც გვენი? სერენა, აბა იმ სათამაშოს დააჭირე, რომელიც გიჭირავს და ის გეტყვის რატომ. გვენი საუკეთესოა. მე 6-ად გავხდები დედოფალი, მაგრამ დედა ჩემი აქ არ არის რომ ეს ნახოს. რატომ მიმატოვა? იმიტომ რომ სულელია. მე არასდროს მიგატოვებდი, ძალიან განსაკუთრებული ხარ. მადლობა მწვრთნელო. ახლა ცუდად გავხდები. მწვრთნელი გაბრიელა ყოველთვის გვენს აყენებს წინ. ხო, ჩვენ მხოლოდ გვენის გასამხნევებლად ვართ. მწვრთნელო გაბრიელა, ხვალ მოვიტან გვირგვინს სახლში, იამაყებთ. ხო, შენში ეჭვი არასდროს მეპარებოდა გვენ, საუკეთესო გოგო ხარ. მწვრთნელო გაბრიელა, ჩემზე არ იდარდოთ. ყველაფერი კარგად იქნება. გვენ, დღეს სკოლაში მივდივართ. წავედით გოგოებო, დღეს გვენი ძალიან კარგ ხასიათზეა, უნდა გაიმარჯვოს. გვენ, დღეს სკოლაში მოვალ იმისთვის, რომ გიბალეშიკო. მადლობა მწვრთნელო გაბრიელა, ვიცოდი რომ სულ ჩემთან იყავით. ნედა ვინ გახდება დედოფალი? გოგოებო, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ჩვენ არ ვიქნებით. მაუს საკუთარი თავის უფრო უნდა გჯეროდეს. ჯერა, მაგრამ რამდენჯერ ვცადე რომ გამხვდარიყავი დედოფალი და არც ერთხელ არ გამომივიდა. წარმოიდგინეთ ლილი რომ გახდეს. მზად გაქვთ ტანსაცმელი? კი, მზად გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ტანსაცმელზეა? გვენი რომ გახდეს დედოფალი, ამ სკოლიდან გადავალ, მართლა. გასაგებია ნორა, გავიგე. ხო, შენ მხოლოდ გაიგე, უნდა დამეხმარო კიდეც. მეგობრებო, გებიცებით, ყველაფერი ჩემი თვალებით დავინახე. ვიდეო კიდე ყველაფერს არ გაჩვენებთ, მხოლოდ პატარა ნაწილს. მომისმინე, არ გვადარდათ როგორ გზებს მიმართეს გოგოებმა, როგორ გვინი მოეპოვებინათ. აბა, მზად ხართ ახალი მეფის სანახავად. თეო, არ ვითხრა რომ გონია რომ შანსი გაქვს. შანსი რატო არ მაქვს, მიხდება. თეო, სერიოზულად. ხო, მეგობრებო, მზად ვარ. და შენი აზრით დედოფალი სერენა გახდება? შანსი არ არის, ახლოსაც არ იქნება. მე რა თუ წინა წლებში არ გამოვიდა, წელს იღბლიანი იქნება. მეფე და დედოფალი, თეო და სერენა. ამაზე შეგიძლია სიზმარში ვფიქრო ხოლმე, ისი არ გიხდება. ფლორიდა, ძალიან მინდოდა, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ მინდა. საერთოდ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს იყო დედოფალი, რამხელა პასუხისმგებლობაა? გამარჯობა ბიჭებო, მზად ხართ რომ დედოფალს ხმა მისცეთ? გამარჯობა ქურდებო, თქვენი ვიდეო უკვე ვნახეთ. ბოლომდე რატო არ მიაწექით? გამოგიჭირეს? ხმას თქვენ არავინ აღარ მოგცემთ, კონკურსის გაყალბებას ცადეთ. მომისმინე რობერტ, უბრალოდ გვინდოდა რომ შეგვეხედა. ხო, სიმართლე რომ თქვა მეტს ველოდით. აქ მოსაპარად არ ვიყავით, ეს ყველაფერი გვენმა მოაწყო.
გოგოებო, თქვენი მჯერა, გვინი ამას მართლა გააკეთებდა. გვინზე წესიერად ილაპარაკე. რობერტ, ფაქტებს ვიძახი. გვინს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ხო, ბალიშიც კი აიღო, რომ ჩართული იყო სიგნალიზაცია. კარგი ბიჭებო, მე რეგნახავთ, გოგოებთან სასაუბრო მაქვს. მეგობრებო, $100 დაგინიძლავებით, თუ ფლორიდა ან მისი რომელიმე დაგახდება დედოფალი. სერენაზე $200 დავდებ. კარგი მეგობრებო, ჩემთან ყველა დარცალოთ, დარწმუნებული ვარ, დედოფალი გვინი გახდება. საპირისპიროს ვერ დამიმტკიცებთ. რობერტ, გვინი უკვე მოძველდა, ხალხს შეცვლა უნდა. აღარ უნდა წელსაც გვინის გვირგვინში ნახვა. მართალია, წითელი დედოფალი კარგი ვერ იქნება. და კარენ, ხოლ რომელ საათზე არის შეჯიბრი? გოგოებო, ზუსტად შუაღამეს იქნება. მაგარია, ესე იგი დრო გვაქვს მოსამზადებლად. ფლორიდა, ახლა უკან არ დაიხიო, ხომ არ გინდა რომ დედას აწყენინო? არ მინდა რომ დედოფალი ვიყო. საერთოდ არ მინდა, რატომ არ გესმით? შევიცვალე გონება, თან კოშმარიც და მესიზმრა. არა, ფლორიდა, შენ უნდა იყო დედოფალი. ხო, გვენს ვერ დაუთმობ. გამარჯობა გოგოებო, წვეულება ხვალ არის. აბა, გადაწყვეტეთ ვის მისცემთ ხმას? ვინ არის თქვენი კანდიდატი? გამარჯობა. სიმართლე რომ გითხრათ, მინდა რომ გავიმარჯვო, მაგრამ ვიცი რომ ხმას არავინ მომცემს. ჩვენ შანსებზეც არ ვართ დარწმუნებული. უნდა დავფიქრდეთ ვის მივცეთ ხმა, არ გვინდა რომ გვენმა გაიმარჯვოს. ფლორიდას მიეცით ხმა. რატომ მე და არა შენ, ელის? ან შენ, ჯილ? ეს შენს და გვენს შორის მტრობაზეა. თან შენ უფრო სიხარ, რომ მე მემკვიდრეობით გადმოგცემ. ხო, მე ფლორიდას მივცემ ხმას. გოგოებო, თქვენ რას ფიქრობთ? არ ვიცით. გოგოებო, კარგი შენ მოგცემთ ხმას, ოღონდ უნდა დაგვირდა რომ გვენს დაამარცხებ. ხო, და მის ნამდვილ სახეს ყველას დაანახებ. კარგი გოგოებო, შევთანხმდით, ძალიან ვეცდები. ფლორიდა ამას გააკეთებს. ნეტავ, გვენის დღიურიც კი ვერ მოვიპარეთ. ყველაფერი რთულდება. გოგოებო, აქ რა ხდება? რამეს გეგმავთ? ერთად არჩევთ ვის მისცეთ ხმა? ეგ არ არის დაშვებული. ლილი, ჩუმად გვისმენდი? ხო, უბრალოდ არ გვინდა რომ გვენმა გაიმარჯვოს. ლილი, არ ფიქრობ რომ ფლორიდას უნდა მისცე ხმა? არა, ჩემი ხმა გვენს ეკუთვნის. ასე არის 5 წელია. ვაუ, რა ერთგულებაა, 5 წელი. ხო, ამიტომაც არის გვენის თვალები და ყურები. მოდი მისგან შორს დავიჭიროთ თავი. ყველას მოგესალმებით, განცხადება უნდა გავაკეთო. არ დახარჯოთ ფული კაბებზე, რადგან უდავოდ მე გავიმარჯვებ ამ კონკურსში. მე გავხდები დედოფალი. ასეთი დარწმუნებული რატო ხარ? სკოლაში ახალი გოგოები ყავს. ხო, კონკურენტები გამოგიჩნდა. გვენ, უპასუხე. ჩემი ერთადერთი მოწინააღმდეგე ფლორიდაა და ის დამარცხდება. ფლორიდა აუცილებლად უნდა გახდე დედოფალი. არ მომწონს, რასაც გვენი ამბობს. უკვე დამღალა, ზედმეტები მოსდის. ხო, 5 ჯერ იყო დედოფალი. გვენ, რას ნიშნავს ფული არ დახარჯოთ? უკვე დავხარჯე. ლილი, გირჩევნია შენი თავი გამოსადეგი გახადო და ხმა მომცე. აბა ფლორიდა, მზად ხარ? მე უკვე ძალიან მაგარი კაბა მაქვს და შენ? ფლორიდა, უპასუხე. გვენ, ვფიქრობ რომ ნამდვილი დედოფალი აირჩევა საკუთარი ტვინით და არა კაბით. და შენ ტვინი არ გაქვს გვენ. ბავშვებო, ეს გაიგეთ? რა უცნაურია, როდესაც ამას ქერა ამბობს. დედა მითხრა დღეს რომ ყველა წითური ჭკვიანი არ არის, მის გარდა რა თქმა უნდა. და შენ სულელი ხარ. სულელი, ხო, ყველაფერი გამიგია, მაგრამ მთელი 5 წელია დედოფალი ვარ და თვითონ მირჩევენ, არ აქვს მნიშვნელობა შენ რა სიტყვი. აბა ფლორიდა, ახლა მზად ხარ რომ იბრძოლო ამ გვირგვინისთვის? კი, მგონი მზად ვარ. Yes! მეგობრებო, დედოფალი ალბათ ისევ გვინი გახდება, მაგრამ მეფე ვინ გახდება არ ვიცი. არც მე, მაგრამ ვიცი რომ ჩვენ არ გავხდებით. ხო, ჩვენ ჭკვიანები ვართ, მაგრამ პოპულარულები არა. მეგობრებო, ეს თქვენთვის კოქტეილები. თქვენი აზრით დღეს კოქტეილების მეფე გავხდები? არა. მეგობრებო, სერიოზულად, აბა ხმას ვის მისცევთ? ოლივერს, ჯასტინს თუ ტრევის? მოსაწყენია. ულუს, აქედან შენი გვესვის. ულუსი თქვენ წინააღმდეგაა. დედოფალი გჭირდება იმისთვის რომ მეფე გახდე და როგორც ვიცი არ ყავს. აი მე კიდე მყავს დედოფალი, ჩემი სერენა. კარგი მეგობრებო, გასაგებია, რა მოგართვოთ? ვამპირის ლიმონათი ხო არა? დედა, უნდა მათხოვო შენი ძველი კაბა ამაღამ. ფლორიდა, გადაწყვიტა რომ მიიღო მონაწილეობა? ხო, ფლორიდამ უნდა გაიმარჯვოს. და ჩვენ ფლორიდას ვაძლევთ მას. ფლორიდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გოგოებო, მადლობა რომ ხარს უჭერთ. დედა, ოღონდ არაფერი არ შეცვალო კარგი, არ მინდა რომ ხმებზე რამე გააკეთო. რა თქმა უნდა, ხელს არ ვახლებ, მაგრამ არ მინდა რომ გვენმა გაიმარჯვოს. მოდი ბავშვებმა გადაწყვიტონ. გვენს ხმას ალბათ მხოლოდ რობერტი და ლილი მისცემენ. ხო, მისი ნომერ პირველი ფანები არიან. ძალიან კარგი ფლორიდა, ნება მომეცი რომ ყველაფერში დაგეხმარო. კარგი დედა, მაგრამ გთხოვეს ყულულები არ გვინდა, კარგი? ფლორიდა, დედა მიცის რასაც აკეთებს.
რადგან ფლორიდა ცდილობს რომ გაიმარჯვოს, ფიქრობ რომ დღეს ადრე გაგიშვათ, დრო გჭირდებათ რომ გაემზადოთ. გრეის, ეგ მხოლოდ ფლორიდას და მის დებს ეხება თუ ჩვენს? ყველას გეხებათ გოგოებო, ჩემი ქალიშვილების მეგობრები ჩემი მეგობრები არიან. მაგარია, გოგოებო, მგონი მზად ვართ წასასვლელად, ჩვენ სახლში შევიკრიბოთ. იეი! ფლორიდა ყველაზე მაგარ ტანსაცმელს აგირჩევთ. და ფლორიდა დაიმახსოვრე, ჩემი კაბა უნდა ჩაიცვა. ხო, დედა, შენს კაბას ჩავიცვამ და ყველა გაოცდება. ერთ-ერთი ჩემი ქალიშვილი დედოფალი გახდება, მე მგვანან. კარენ, მეც ჩამწერე. აბა, მზად ხართ რომ ხმა მისცეთ თქვენს შემდეგ ვამპირ დედოფალს? რა სიტყვით? კი. ფლორიდა, გთხოვ დაიმახსოვრე, რომ შენთვის მთავარი მონაწილეობის მიღება არა უშავს თუ წააგებ. ამას შეხედეთ. კარგი, ახლა თავი დაანებეთ. ბავშვებო, ფრთხილად აირჩიეთ, არ გინდათ რომ გვენი ისე დედოფალი გახდეს, არა? მე-6-ედ უკვე. გვინდა. მადლობა რომ ხარს მიჭერთ. მირჩევნია ისევ გვენმა გვიბრძანოს, ვიდრე ვიღაც ქერამ. შეცვლა გვჭირდება. კარენ, რა სულელი ხარ? საიდან იცი რომ ფლორიდა როცა მოიგებს ისევ ასეთი იქნება? რატომ არ ვცდით და ვნახოთ? კარენი უნდა მოვიშოროთ. რა? არაფერი, ხმამაღლა ვფიქრობდი. მოიცა ერთი წუთი. ესე იგი ფლორიდა არის გვინის წინააღმდეგ? ხო, მგონი ეგრეა. ჩემი სერენა, თეო, ახლა არ გინდა. შეჯიბრზე გნახავთ, ბიჭებო, მოდით, მხარი დაგვიჭირეთ. იმედია რომელიმე მათგანი გახდება დედოფალი. წერტილი. მე გულს არ ვაკეთებ, ბელა მიყურებს. ბელა, გამარჯობა. დონ, გირჩევნია გვენს მისცე ხმა. აუტეულს შეხედეთ სახეს როგორ მალავს. გოგოებო, ბოლოები უნდა შევიღებო, რაღაც განსხვავებული მინდა. ჯილ, ეს ყველაფერი შენზეა. კარგი ფლორიდა, პრობლემა არ არის. ფლორიდა და კულულები? არანაირი კულულები გთხოვთ და ეს ძველებური როლერებიც არ გვინდა. ფლორიდა, დედა ძალიან გაახარებ, თან გიხდება. კარგი ელის, ვის უნდა რომ თმა დამიხვიოს? ჩვენ! კარგი, დღეს შეუცნობელი უნდა გამხადოთ. კარგი, მე თმის აღებას მოვიტან. ძვირფასო დღიურო, მე-17 დღე, ფლორიდა გვირგვინისთვის იბრძოლებს. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩემი იქნება. რას აკეთებ მაუს? ონლაინ ვამოწმებ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ესენი. მე მხოლოდ თმის სულთოთი ვიცი. დედას კაბა ნახე? არა, ჯერ არ მინახავს. იმედი მაქვს, საშინელი არ არის.